მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, მე მარინე გიგინეიშვილი ვარ, ეს ჩემი საავტორო გადაცემაა დრო. დღეს ჩემი სტუმარია ბატონი ავთანდი ლარაბული, ენათმეცნიერი, აკადემიკოსი, ჩემთვის პატივია მისი სტუმრობა და დარწმუნებული ვარ, კარგი საუბარი გამოგვივა, დიდი მადლობა რომ მოხვედით, მოგბრძანდით, დრო გამონახეთ და ვისაუბროთ ჩვენს თავარ საუნჯეზე, ჩვენს ენაზე და მის მდგომარეობაზე, რაც დღეს არის, ხდება და როგორ უნდა იყოს უკეთესი. აი პირველი შეკითხვა ესეთია, რა მთავარი დამოწევაა დღეს ენათმეცნიერებაში? მადლობა მოწვევისთვის, არასოდეს ზედმეტი არ არის ჩვენს მშობლიურ ენაზე საუბარი, დიალოგი, არასოდეს განსაკუთრებით დღეს, როდესაც აი ამ სწრაფმა ტექნოლოგიურმა განვითარებამ განსაკუთრებული პირობები შეუქმნა ძველცხოვანი ხალხების კულტურებს, ენას და ასე შემდეგ, სახელმწიფოებრიობას და ასე. აი დღეს განსაკუთრებით წავე გახდა და თუ ამ ენათმეცნიერებაზე ვილაპარაკებთ, სწორედ არის დასმული კითხვა, იმიტომ რომ ჩვენ სახელმწიფო ენის, ჩვენი ეროვნული ენის ესეთ განვითარების პირობები რომ შევქმნათ, უპირველეს ყოვლისა სამეცნიერო საფუძვლები უნდა მოვამზადოთ, სამეცნიერო უზრუნველყოფა უნდა შევძლოთ ჩვენი ენის არსებობის და განვითარების. ეხლა რას გულისხმობს ეს? აი წარმოიდგინეთ, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსების შემდეგ ეროვნული სკოლა და ეროვნული უმაღლესი სასწავლებელი გახდა მსოფლიო განათლების პროცესის ნაწილი. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ იმ სისტემაში, საბჭოურ სისტემაში ცხოვრობდით, უნივერსიტეტი და კვლევითი ინსტიტუტები ორიენტირებული იყვნენ ევროპული შესაბამისი განვითარების და მეცნიერების განვითარების პროცესებზე და შეიქმნა სკოლები, რომლებიც სრულად აკმაყოფილებდა, აი თუ სადმე არსებობდა რომელიმე ქვეყანაში მე-20 საუკუნის განმავლობაში მაღალი დონის სწავლება და კვლევები, ეს იყო საქართველოში. ახლა ისინი, ვინც იყო ჩართული განსაკუთრებით ზუსტი მეცნიერებების და საუნივერსიტეტო მეცნიერებების წარმომადგენლები, ამბობდნენ, რომ აი ამერიკის შეერთებულ შტატებში საბჭოთა სამეცნიერო დონის იქ მუდმივად სწავლობდნენ, დაზვერვაც მუშაობდა ამ მიმართულებით და უბრალოდ სახელმწიფოებს აინტერესებდა და აი დიდი საბჭოთა დიდი რესპუბლიკები იყო მოგეხსენება. მოცულობ მაშინაც ისე იყო. ყოფილის დამოუკიდებელი სახელმწიფოები, ხო? შუააზიური, ბალტიისპირული და თავისი დიდი სკოლები და მეცნიერებებში და აი მაგალითად გიორგი კოსიტაძის ბიოლოგიის არჩეულების ინფორმაციით იქ იყო ასეთი ის, რომ მესამე ადგილზე იდგა საქართველოს მეცნიერებათა აკადემია თავისი მეცნიერული განვითარების დონით. იმ დროიდან რამდენი იყო 15-17 რესპუბლიკა რომ ერქვა, ამათ შორის პირველი იყო თავად რუსეთი, მეორე იყო უკრაინა, რამხელა ისინია ქვეყნები და შემდეგ და მესამე იყო საქართველო. ანუ ამით ყველაფერია ნათქვამი, რომ ქართული მეცნიერების განვითარება უნივერსიტეტის დაარსების შემდეგ, აი თუ შეიძლება ასე ვთქვას, მირანის ნაბიჯებით და ისეთი ძველმოსილი ნაბიჯებით დაეწია და გაუსწრო ბევრი გიგანტური ნაბიჯებით, ხო. მაინც ის ამირანი იმიტომ თქვი, რომ ჩვენი გმირია და ჩვენია. და მათ შორის ენათმეცნიერებაში შეიქმნა საფუძვლები, რომლებმაც ჩამოაყალიბა ჩვენი ეროვნული სკოლა. ეროვნული სკოლა არა მარტო ქართული სწავლებაში, არამედ ჩვენი სკოლა ხომ ეროვნულ ენაზეა. და თუ ეს საფუძველი არ არსებობს, ყველა დარგი ქართულად არ არის დამუშავებული, შესაბამისად სკოლაში ცეცხლი ლაქები ჩნდება განსაკუთრებით უმაღლეს სასწავლებელში. და უნდა ითქვას, რომ მეცნიერების ყველა დარგი 60-ზე მეტი სამეცნიერო სკოლა, ინსტიტუტი და შესაბამისი სფეროს
საგნები, საკითხები, სახელმძღვანელოები, ტერმინოლოგია და შემდეგ იყოს ყოფილა დამუშავებული. ეს ტექნიკური, ის სწორ ქართულზე გამოიყვანო ლიტერატურაზე, გამართულზე, შრომა და ცოდნა ჩადებული. აი წარმოიდგინეთ რომ ყველა ამ დარგში არსებობდა სრულყოფილი ტერმინოლოგიური და არსებობდა დარგის ენა. თუ არსებობდა ბიოლოგია, არსებობდა ბიოლოგიური დარგის. თუ არსებობდა ქიმია, ყველაზე სპეციფიკური დარგები. ქიმიის, ქართული ქიმიის სკოლა და ასე შემდეგ. ხო, აღარეს ვამბობ ქართველოლოგიურ და ფსიქოლოგია, ფილოსოფიის სკოლები და მართლმსაყრელი სკოლები და ასე შემდეგ. ერთ მეცნიერებაში აგაგიშანიძემ შექმნა ქართული გრამატიკის საფუძვლები, ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, ანუ შექმნა გრამატიკის თეორია, ამაზე დაეფუძნა სკოლის სასკოლო სწავლებაც. ეს იყო მაშინდელი მოთხოვნის ოპტიმუმი, ასე ვთქვათ, ჩერი. და შემდეგ მისმა მოწაფეებმა და მოწაფეებმა კიდევ უფრო მაღალ დონეზე აიყვანეს ენათმეცნიერების განვითარება და ეს რამდენიმე სკოლა, გერჩიკობოვას სკოლა იყო, ხო, არჩეულებრივი მეცნიერები, ძველი ქართული ენათმეცნიერები და გარშემო შემდეგ მისი მოწაფეები კორნელი დანელია თქვენ გახსოვთ, არჩეულებრივი კოლეგები. შემდეგ თამაზ გამყრელიძისა და გიორგი ჭავადიანის მონოპოლები, მსოფლიო რანგის მონოპოლები, ქართული და ევროპული ენათმეცნიერების სკოლების მიმართულებითაც კი. ანუ ჩვენ გვქონდა აი მეცნიერული საფუძვლების სრულყოფილი იმისთვის, რომ ქართული ენის განვითარება ყოფილიყო არა მხოლოდ კვლევის, არამედ დაგეგმვის თვალსაზრისითაც უზრუნველყოფილი. ამას ამ ენის კვლევის ამ პროცესს უკავშირდება მეთოდიკის განვითარება. მარიამ თალაკვაძის მეთოდიკა ხო გახსოვთ? ესე იგი, სკოლაში როგორ უნდა ისწავლებოდეს ქართული ენა და გრამატიკა, საზოგადო და ასე შემდეგ. როგორი დახვეწილი იყო და საინტერესო. ხო, მეთოდიკა მოსწავლეს და ყველა მასწავლებელი იყო ამაზე აღზრდილი და ხელმძღვანელობდა ამით. იყო გამოცემები, ჟურნალები, გაზეთები, რომლებიც პროფესიულად ზრდიდა პედაგოგებს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და ეხლა რა გამოწვევაა, როცა თქვით, ეს აღარაფერი არ არსებობს ამ ეტაპზე. აღარაფერი არ არსებობს, იმიტომ რომ ამ სკოლებმა ინერციით იმოძრავა ათეული წლების განმავლობაში, 90-იანი წლები კრიზისი, მერე 2000-იანი წლების პირველი 10 წლეული, როცა მიზანმიმართულად მოხდა დანგრევა სამეცნიერო სკოლების და დაშლა მეცნიერებათა აკადემიის და განდევნა ფაქტიურად აი ამ კადრების, რომელზეც ვლაპარაკობთ, უმაღლესი კვალიფიკაციის კადრების, შემდეგ ამას მოხდა გარკვეული აი ამ მდგომარეობის სტაგნაცია და ამას ნახდება ამაში 30 წლის განმავლობაში. ხო, ამ რესურსებმა, ადამიანურ რესურსებმა ამოწურა საკუთარი თავი, ცვლა არ მოდის, აი იმიტომ რომ ხელფასები აქ არ არის, არაფერი არ არის, ხო, პერსპექტივა არ არის, არა კარიერის ის არ არსებობს, კარიერის განვითარების რაღაცა. წინსვლის ჩვენი წინვალი გოგოები ესე იგი ჩვენი მომავალი ამჯობინებს, რომ წავიდეს და ბანკში დაიწყოს, როგორ შეიძლება ბანკში აი ამ სალაროებში როსხებენ ჩვენი ბავშვები, ხო, შესანიშნავი ბავშვები, ის იყოს მისი მოწოდება, რომ ეს ყოველდღიურად ემაგა, მაგრამ ასევე სხვადასხვა სფეროებში, რომელიც თუნდაც არ იყო მათი პროფილი. იქ ხელფასია, ხო? აი მათ შორის ფილოლოგია დამთავრებული და სხვა ქართოლოგიური დარგები დამთავრებული ასე მიდიან სხვაგან, იმიტომ რომ აქ არ არის შესაძლებელი. ანუ ამ ეტაპზე ადამიანური რესურსებით, მატერიალური თავისთავად არ ხდება შესაბამისად იმ მემკვიდრეობის შესაფერისად უზრუნველყოფა ქართული ენის დაცვის და განვითარების და შესაბამისად აი კრიზისი თქვენ აი ხელშესახებად ჩანს. ეს კრიზისი ხელშესახებად ყველა დონეზე ჩანს. სკოლამდელში ჩანს, სკოლის პერიოდში ჩანს, უმაღლეს სასწავლებელში ჩანს, ქუჩაში ჩანს, ოჯახში ჩანს, პარლამენტში ჩანს და ასე შემდეგ და ასე ყველგან ჩანს. არავითარი წახალისება და მოტივირება რომ არ არის, ხო, არ არის, ანუ ეს გულისხმობს იმას, რომ ახლა ბევრი რამე გაკეთდა საკანონმდებლო უზრუნველყოფის თვალსაზრისით. რას გულისხმობთ? ესე იგი, კონსტიტუცია, ჩვენი კონსტიტუცია უმაღლეს დონეზე ასახავს განსაკუთრებით ბოლო რედაქციას კონსტიტუციის
აი ეს რედაქცია, რომელიც 2021 წლიდან არის. რომელიც ახლა მუშაობს. ახლა მუშაობს. რანგი გაიზარდა სახელმწიფო ენის მერვე პუნქტი იყო და მესამე ფუნქცია გადატანილი და ძირითად იმაშია, ძირითად სიმბოლოებშია ის სახელმწიფოებრიობის. გარდა ამისა, ჩვენ კანონი 2015 წელს მივიღებდა ამ კონსტიტუციის მიხედვით ამ კანონის ძალა გაიზარდა და პირდაპირ წერია იქ რომ ორგანული კანონი იცავს, ანუ ეს ზემდგომი კანონია და არა რიგითი კანონი. ეს არის უპირატესი კანონი. ეს არის გაკეთებული. გარდა ამისა, ბევრი რამე არის, აი მაგალითად ძალიან სერიოზული პროგრამაა ქართული ანბანის სამსახიობის ცოცხალი კულტურის იუნესკოს მიერ აღიარებული ნომინაცია, რომელიც რა არის ეს, რომ ეს არის საკაცობრიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად იქნა აღიარებული ქართული ანბანის სამსახიობის ცოცხალი კულტურა 2016 წელს. ამას ახლა და ამით სახელმწიფოს დაეკისრა ვალდებულება ეს არაჩვეულებრივი საერთო ევროპული ინიციატივა, სხვათა შორის გლობალიზაციის საპირისპიროდ. ამას სწორედ ამის ფონზე გაჩნდა ეს, რომ შენ დაარეგისტრირე შენი სიმდიდრე, მას ვაღიარებთ. როგორი ის არის, არა პოლიტიკაში, არაჩვეულებრივი შემოთავაზება. ის გეუბნება, რომ ჩვენ მას ვაღიარებთ საკაცობრიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად, როგორც ამ შემთხვევაში მოხდა, როგორც მოხდა ქვევრის ღვინის ტრადიციაში, როგორც მოხდა მრავალხმიანობა ქართული მრავალხმიანობაში და ასე ხო, ვაღიარებთ საკაცობრიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად, ჩვენ თანახმოვართ, რომ ამ მიმართულებით გავიღოთ რაღაცა, თუ შენ გარანტიას შექმნი იმისას, რომ ეს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი მხოლოდ წარსული კი არ დარჩება, არამედ აქტუალიზება მოხდება მისი და განვითარება ხდება და განვითარება მოხდება. და ამაში ჩვენ დაგეხმარებთ. ეს არის ხო არსებობს პროგრამა. ეს პროგრამა სამტკიცება. ფაქტობრივად აი პროგრამა არსებობს. ანუ ეს ბაზისი საკმაოდ გვაქვს. აი მაგალითად უნდა გითხრათ, რომ აი ამ თვალსაზრისი, თეორიული თვალსაზრისი შეიძლება ასე ითქვას, სრულად ვართ მზად იმისთვის, რომ ჩვენ სახელმწიფო ენას მეტად მივხედოთ. მოვუაროთ ისე, როგორც შეეფერება იმ წარსულს, რომელიც აქვს და იმ მსახელებს და განატომებს და ახლა როცა მოვიდა თავში, იგივე თქვა, რომ არაფერი არ დაუკვირია ჩვენთვის ღმერთსო და მაშ ქართველი ასე ხო გახსოვთ და მაშ ამ დასვაკითხვა რა დასდგას ასეთ ცუდად. რა გაჭერებულიო, რატო ვერ მოხდება? კარგი შეკითხვაა და მუდამ თანამედროვე, არა? ხო, მუდამ თანამედროვე, რა დასდგას ასეთ ცუდად. და პასუხს ასეთ ხოდა ილია ის ასეთ ხოდა იმიტომ რომ ქართველია. ქართველი ჩვენშია. იმიტომ ქართველია. ჩვენში არის. ახლა მე გეტყვით, ცოტა კი გადავუხვიეთ, მაგრამ ეს გადაცემის ისიც ფორმატი გადაცემის ამას იტანს, ეს ხო არის. სერიოზულად, აი საბჭოთა პერიოდში ჩვენ ეს პრობლემა საბჭოთა პერიოდში ჰქონდა, როცა მე უკეთესად იყო ორგანიზებული, თქვა ენის დაცვის ნორმას მიიღებდი, რაღაც ამას დაიბეჭდებოდა, გავრცელდებოდა, სკოლა ცენტრალიზებული იყო ყველაფერი და ასე შემდეგ, ხო და უკეთესად იყო, მაგრამ მაშინაც ეს კანონიზომიერება, ეს ბუნება ჩვენი იქაც მუშაობდა. ბალტიისპირელი თუ მიიღებდა ენის კანონს, მეორე დღეს მთელმა ბალტიისპირეთმა იცოდა და რაც თავარია ივალდებულებდა, რომ იმას სადავოდ ახსნიდა და ასრულებდა. ჩვენ რო კანონმორჩილია და კანონმორჩილი ჩვენ სხვაზე თქვა კავკასიური ესაა სომეხი მეორე დღესვე ნებისმიერმა სომეხმა იცის, რომ მისმა პარლამენტმა თუ კომიტეტმა თუ რაღაცა სამინისტრო მიიღო რაღაც გადაწყვეტილება ენის დაცვასთან შედარებით ამას ითვალისწინებს და ჩვენ მესამე დღესაც არ ვიცით და ჩვენ გავიგებთ, მაგრამ არ შევისმოთ. მოვისმოთ, არ შევისმოთ. ჩვენ გვაქვს ეგ დაუდევრობის ის და სხვათა შორის კანონის საწინააღმდეგო ეს საბჭოთა პერიოდმა ჩამოაყალიბა და არა მხოლოდ ალბათ მონღოლების პერიოდმა ჩამოაყალიბა კანონ არაკანონმორჩილება. გახსოვთ ქუთაისური ანეკდოტი. ვინ კითხავს ანდროპოსს? ვინ კითხავს ანდროპოსო? არ უნდა გადაგიხსნას მოსამართლესო მაგალითად უნდა შეეწინააღმდეგოს რომ არ წუნდოდეს იმას, რაც დადგენილი. ახლა ამ შემთხვევაში ეს ირონია, იუმორი, მაგრამ
წარე, რა თქმა უნდა, ეს შეიძლება ასე დამოკიდებულება კონდეს მეც და ასე გავიზარდეთ, როცა სისტემა არის ისა იმპერიული და ასე შემდეგ და შენ დაუმორჩილებლობას გამოხატავთ, მაგრამ როდესაც შენი სახელმწიფო და შენი ხელისუფლება და შენი გეუბნება რაღაცას გთავაზობს, იქ არაკანონური მორჩილება ეს ნიშნავს სახელმწიფოებრივი შეგნების დეფიციტს. და ეს გვჭირს ჩვენ. ენას თუ არ უვლის შენ მასწავლებელო თუ არ ისმენ იმას, რომ გეუბნებიან, რომ ეს ასეა და არა ისე, როგორც შენ მიგაჩნია, თუ ექიმო თუ იურისტო თუ და ასე შემდეგ და შენ თუ არ იცავ, ზეგი შენ არ აქვს სახელმწიფოებრივი შეგნება და დაუნდევრობა, ელემენტარული დაუნდევრობა და დანაშაულებრივი ის არის გულგრილობა ამის თანაბაშია. ეს არის, აი, შეიძლება მიწა. შემაფერხებელი არის კონტექსტი, ხო? ჩვენ თელმა ერმა საოცრად იგლოვა ჩვენი პატრიარქი და საოცარი სიყვარული გააყოლა. ხო, და ეს ვიცით, რომ გავაყოლებთ ხოლმე სიყვარულს, მაგრამ რამდენი რამე არ მოусმინეთ და ამას ენასთან დაკავშირებით ვიტყვი. ყოველ, აი, ეს არის სიმპტომია იმის, აიღაზეც ლაპარაკობდი, ერთი გამოვლენა. ყოველ საღდგომოდ იწყება ახლიდან დავა ყველა რაფა აღსდგა თუ აღდგა. ხო, ესე იგი იწყებს ამაზე მსჯელობას, ჩახედული ჩაუხედავი, აღსდგა თუ აღდგა. რატომ ხდება მართლა ასე? ამდროს ეს ხო ითქვა და გასაგებია და ვამბობ, მეტი არგუმენტი, მეტი დასტური, კი, მენათვეციერი ვამბობ, მაგრამ გარდა ამისა, უწმინდესმა რომ მიიღო და უკვე ყველა ეპისტოლეში, საღდგომო ეპისტოლეში, ბოლო 10 წლეულის განმავლობაში წერია და წარბოთქვამდა, აღდგა ამ სფეროში მაინც დაუჯერე და კიდე რაღაცა ხდე ამას, აი, ჩვენ რომ საკამათოდ ხდება, შეგვიძლია რომ ებაზე ჩვენ ხო არ ძველი, მაგრამ ისეთ რაღაცაზე გადავეკიდოთ ერთმანეთს, რომ ღილად რო არ არის, ძალიან მცირე უდენას. ხასიათის თვისება და იმიტომ რომ ქართველიაო ეს ირონიის ნათქვამი არის ამაში, ისა არის ჩვეულებრივი. თუმცა ასეთი ხასიათის ადამიანებმა და ბუნების უზარმაზარი მემკვიდრეობა შექმნეს იგივე ენათმეცნიერებაში და აი ვეფხისტყაოსანი, რომელზედაც აკადემია, ეხლა და თქვენ ყველაზე მნიშვნელოვანი ამ თემაში რა წიგნია ეს და რასთან არის ეს დაკავშირებული და რამდენად რას აძლევს ის კითხვას? ხო, გეტყვით ახლა, ესე იგი, ეს ახალი სიახლეა, დიდი და სხვადასხვა დიდი გამოხმაურება, ხო, მათთვის აი ამ სოციალური ქსელების სახით, იმიტომ რომ ეს ისეთი ლექსიკონია, რომელიც დღემდე რომლის შექმნაც ვერ მოხერხდა. როგორ არის აქაური წიგნის ვეფხისტყაოსნის შესიტყვებათა ლექსიკონი. ყველა გამოყენებული სიტყვის კავშირები სხვა სიტყვასთან. აი ეს არის მთელი აღწერა იმის, როგორ კავშირებს. ეს არის პოეტიკაც, ეს არის აზრობრივი და სინტაქსური, გრამატიკული კავშირი. ესე იგი, ეს არის ვეფხისტყაოსნის ამოწურა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით თანამედროვეობისთვის, როცა აი ამ გაციფრულება ხდება ენების და ეს პერსპექტივას იძლევა რაღაცა და ასე შემდეგ. ეხლა ეს ლექსიკონი თავისთავად იზოლირებული არ არის, ეს ზის დიდ ლექსიკოგრაფიულ პროგრამაში, რომელიც სახელმწიფომ აუცილებლად პრიორიტეტად უნდა აქციოს. ამას მოსდევთ ინერციით ასევე, აი რამდენი წელია რაც აი ერთგულად თუ შეიძლება ასე ითქვას თავდადებით ემსახურება და თანადამებით ილევა ეს ჯგუფიც, რომელიც ამას ემსახურება. ქართული ენის დაცვაზე როცა ვლაპარაკობთ, უპირველეს ყოვლისა ჩვენ უნდა გქონდეს ის ლექსიკონები, რომლებიც თანამედროვე ქართულის აი ამ განვითარებას სჭირდება, აუცილებელია, ყოვლად აუცილებელია. და ეხლა რომ გითხრათ, აი წაღან ლაპარაკობდი, რომ როგორი სამეცნიერო ის იყო და მე ტერმინოლოგიებიც ვახსენე. დიახ. იმ პერიოდში აი 20 საუკუნის 80-იან წლებისთვის უკვე ყველა დარგის ტერმინოლოგიური ლექსიკონი არსებობდა. განმარტებითი ლექსიკონის 8 მილიონი
გარდა ამისა სხვა ლექსიკონები, ესე იგი ეს რაღაც დონეზე იყო აყვანილი. ეს არის კიდევ მეორე ფუნდამენტი თეორიული კვლევები თავისთავად არის, მაგრამ ეს როგორია, იცი, პრაქტიკული დანიშნულებაც აქვს, იმიტომ რომ მასწავლებელს უნდა ედოს სინონიმთა ლექსიკონი, ჰომონიმთა ლექსიკონი, ეს იმიტომ რომ მოსწავლე კითხავს რაღაცას, ეს ხო ამ ხელა ლექსიკონები თავშევარ, ის უნდა გადაფუძნოს ჩაიწეროს და ორთოგრაფიული ლექსიკონი, რამდენი ხანი აღარ გამოცემულა მაშინ, ესე იგი, ხო? და ეს სამუშაოები არის ის, რაც დღეისთვის ჩვენს მდგომარეობას უკეთესად უარყოფითად ახასიათებს. რატომ? რომ დაგისახელოთ მე, როგორც პროფესიონალმა, დღეს 21 საუკუნის ის მოვა მალე 2030 წელი, ხო? უკვე არც ერთი ლექსიკონი აღარ გვაქვს, რომელიც საქართველოს თანამედროვე განვითარების შესაძლებლობებს შეეხება. არც ერთი აღარ გვაქვს. ხონდა ის დარჩა იმდროისთვის, ის დღეს აღარ არის, იმიტომ რომ აი განვითარების ლექსიკონს ახლიდან ვაკეთებთ, ხო? ის რაოდენობა სიტყვათა რაოდენობა 112,000 ორმაგდება. ანუ ერთი იმდენი კიდევ ორმაგდება, ეს ორმაგდება რაოდენობრივად და არა მხოლოდ რაოდენობრივად, ახლა იქ მნიშვნელობებია და ამ შემდეგ ის განვითარების პროცესით კიდევ სხვა პრობლემებია და აი ეს ჩვენი მემკვიდრეობის კვლევა, ეპისტოლების კვლევა გრძელდება, მიმდინარეობს და აი ამ ჩვენი ისტორიული ლექსიკონი, თესაურუს ეძახიან ამას, სრული ლექსიკონის მუშაობა მიმდინარეობს და იმის ერთ-ერთი ნაწილი იყო ეს ეპისტოლების 1300 გვერდიანი ლექსიკონი, რომელიც სრულად ასახავს ეპისტოლებს და ასეთი ლექსიკონები უნდა იყოს. ახლა ჩვენ თანამედროვე ქართულის, სალიტერატურო ქართულის ასე ვთქვათ, მესაძირკვლე და თავად შემოქმედებით საფუძვლის ჩამქრელი არის ილია მართალია ჭავჭავაძე. ხო, მისი 20-მეულია გამოცემული. ბაზარი ასევე მემკვიდრეობა აქვს, ხო? შეიძლება რომ ჩვენ დღეს ციფრულ ეპოქაში ილია ჭავჭავაძის სიმფონია ლექსიკონი არ გქონდეს. აი და შესაძლოა ლექსიკონი არ გქონდეს. სხვანაირად როგორ დაგეგმო შენ ენის განვითარებას და როგორ უზრუნველყოფ იმავე აი ამ ინტერაქციას საჭიროა კომპიუტერში, ხო? პროგრამირება და ასე შემდეგ და მე ამ გათანამედროვეობას გეტყვით რომ ამას მოსდევს აი ამგვარი ლექსიკონების დამუშავებას ეს ელექტრონულად უკვე არსებობს ეს შესაძლოა ლექსიკონი და ნებისმიერი რამე რომ ეხლა დღეს უკვე გულისხმობს რომ ეს ელექტრონულადაც იმავე დროს არსებობს. ეს გულისხმობს იმას რომ შენ გარკვეული მოდელირება ქართული ენის როგორც სხვა ენების არის უზრუნველყოფილი გაქვს და ავტომატური თარგმანისთვის გაქვს მოზადებული ესე. ახლა ყველა ვიყენებთ და მათ შორის დიასახლისებიც კი აი ტურისტებს მობილურში და შემდეგ თარგმნელ პროგრამას ყველა მომენტალური თარგმნის პროგრამას. ხო, აი ავტომატური თარგმნის პროგრამას ყველა ვიყენებთ და ყველა კარგად ხედავს რომ ყველაზე ცუდად მუშაობს ქართულად თარგმნის პროგრამა და პირიქით. რატომ? იმიტომ რომ ქართული არ არის დამუშავებული. აი უკვე შესანიშნავად მუშაობს ევროპული ენების ერთი ენიდან მეორეზე შესანიშნავად. აი სრულად აკმაყოფილებს ჩვეულებრივ მოხმარებელს. ასევე ქართული ცოტა გაუგებარია. ვინც რუსული იცის, სხვადასხვა ის ათარგმნებს ხოლმე ინგლისურს, ანუ გერმანულ რუსულად. ესე უფრო გასაგებია. დამუშავებულია და ასე შემდეგ. და ქართულად შეიძლება ისე თარგმნის საერთოდ გაიგებ რაწერია, ხო? ეს ჩანს სხვადასხვა სოციალურ ქსელებში და ასე რომ კოლოსალური, აი ძალიან დიდი სამუშაოებია, რომელსაც ვერაუა ერთ-ერთი ორგანიზაცია, ერთი ადამიანი, ორი ადამიანი და ასე შემდეგ არ მიაჭირდება და რასთავია ტექნოლოგიები ჭირდება და სახელმწიფოს ეს არის ხარდაჭერა პოლიტიკა. ახლა ბარემ კალულმა იმასაც გეტყვით რომ ახლა მე როცა ამაზე რა თქმა უნდა საგანგებოდოს ვხას ჩვენი მდგომარეობა ჩვენი სახელმწიფოს განვითარების და ჩვენი ეროვნული იდენტობის თავისუფლებადობის შენარჩუნების პრობლემა სრულად განსაკუთრებულია. რატომ? ჩვენ ისეთ ადგილასა ვართ, ხსედველი დინზე ვართ, ისტორიულად ასე იყო, დიდი დარტყმის ქვეშ ვართ
აი ამ პროცესებით მე არ გულისხმობ მაინც და მაინც აგრესიას, თავისთავად აგრესიულია საინფორმაციო სივრცე, რომელიც აი გამჭოლია მთლიანად დაიკავოთ კულტურული პროცესები, კულტურული ევოლუცია, მასობრივი მას კულტურის დამკვიდრება და ასე შემდეგ, საინფორმაციო სივრცე ღია და ასე. ეს თავისთავად არის ის, რაც უქმნის ჩვენაირი ცირერიცხოვანი ერების ენების მეტი გაფრთხილების. ამიტომაც განსაკუთრებული ისჭირდება სახელმწიფოებრივი გააზრება და დაგეგმა და ასე შემდეგ და ეს თავისთავად არის, მაგრამ ეს მხოლოდ იმიტომ არ არის, რომ ჩვენ ასეთი პირობები არა, ეს არის საუკეთესო გამოცდილება. მაგალითად, საფრანგეთი არის მაგალითი, იყო და არის მაგალითი ევროპის ქვეყნებში ფრანგული ენის დაცვის, ანუ მშობლიური ენის დაცვის. ნამდვილად. აი რას აკეთებდნენ ისეთ, რასაც ვერ ვაკეთებთ ჩვენ, ან არ ვაკეთებთ. ესე იგი, პირველი ვინც შექმნა კანონი სახელმწიფო ენის შესახებ, ესენი იყვნენ ფრანგები. მსოფლიოში მათგან გამოსცემდა. აქვს საგანგებო პროგრამები აქვს დაცვის და ეს პროგრამები მუშაობს ყველა მიმართულებით. მუშაობს რაც მუშაობს და აჯანიბებს, ვინც დაარღვევს, სანქციები აქვს შემოღებული სამის. გარდა ამისა, ეს ენა კულტურა არის ენა არის კულტურის მატარებელი ამ შემთხვევაში მეტაფორული, რომ ამენიც გიგავს, შენ გაგავს და ქმნი ამენით და გაგავს. ფრანკოფონური მოძრაობა, რომელიც 1 საუკუნეში წინ შეიქმნა დაახლოებით. ფრანკოფონური მოძრაობა დღესაც არის ერთ-ერთი ყველაზე სამუშაო და მაგალითად რას გულისხმობს, სადაც კი აი ფრანგული კოლონიები რა და სადაც ფრანგული ენა იყო გავრცელებული, დღესაც აფინანსებს საფრანგეთი იმ პროგრამებს, რომლებიც ხელს უწყობს ფრანგული ენის შენარჩუნებას. წარმოგიდგენია? კი, წარმოგიდგენია და არაჩვეულებრივია. ჩვენი დიასპორები ახლა ჩვენ თავზარალდით ძალიან იმის გამო, რომ ემიგრაციაში წავიდა ჩვენი მოსახლეობის ლეგალური თუ არალეგალური მაგალითად მნიშვნელობა არ აქვს და შეიქმნა მთელი დიასპორები შეიქმნა ფაქტობრივად ყველა ქვეყანაში, სადაც არ არის მოზამბიკში აღმოჩნდა, თუმცა ქართული ნაკრებს გაიგონდა სადაც ხო და ამ ჩვენს მოქალაქეებს სხვა სფეროებში გავუკეთებთ, ის მაინც უნდა გავუკეთოთ, რომ აი ამ ციფრული ტექნოლოგიების მეშვეობით მივაწოდოთ თავიანთი შვილებისთვის ენა რომ ისწავლოს არ დაივიწყონ ენა და ასე შემდეგ. აი ესეთი ქართული რაღაც სკოლები ან ეკლესიას და რაღაც არ არის ჩვენს დიასპორებში საზოგადოებრივ მე ვიცი რომ არის თქმა უნდა იქ ეპარქიების გარემო მოგხსენება და არჩეულებრივად ეკლესია დიდროს ასრულებს და ის სათვისტომოებიც არის თუმცა უფრო მეტია საჭიროა ხო ამაზეა დაფუძნებული და ძალიან არაჩვეულებრივი სამუშაო სათვისტომოები არსებობს ასევე, მაგრამ მაინც სახელმწიფოს მხრიდან ამ მიმართულებით ბევრია გასაკეთებელი, იმიტომ რომ ესე ჩვეულებრივი კერძო ინიციატივები უფრო და ეკლესიის მიმართულებით ცხადია ჩვენი სამოციქულო ეკლესია ძალიან ბევრს აკეთებს. კითხოთ მინდა, აი სკოლაში როგორ არის? აი სახელმძღვანელოები არის ისეთი დონის და ისეთი ხარისხის, რომელიც სრულყოფილად აძლევს ენის შესახებ ახალგაზრდა თაობას, მოსწავლეებს იმ განათლებას, რაც იმ ეტაპისთვის და იმ ასაკისთვის აუცილებელია? ხომ შეიცვალა ბევრი სახელმძღვანელო, სხვანაირი გახდა, ბევრი უჩივის, რომ სახელმძღვანელოები ადრე უკეთესი იყო, ეხლა არ არის ისეთი როგორ, თქვენი აზრი ძალიან მნიშვნელოვანია. ხო, ახლა მე საკმაოდ ჩახედული ვარ ამ სფეროში და ერთი არასწორია, ახლა მე მქონია შემთხვევა, როდესაც სახელმძღვანელო ახლანდელი სახელმძღვანელო და რადგან ამას ამბობდა და სამჯაური სახელმძღვანელო დაუდო გვერდიგვერდ. ახლა ხო გახსოვთ რომ ჩვენ ვასწავლიდნენ კოლექტივურ მხარემხარს და
საბჭოთა არმიელია და ლექსებს და პოლიტიკას მისდევდა ის მე ვისმოთ რომ მეცნიერული თვალსაზრისით თქვა გრამატიკას და მაგ თვალსაზრისით აი თვითონ ახლა მე გეტყვით რა არის მთავარი ისა პრობლემა ჩვენ მიჩვეული ვიყავით რომ კვირეული 7 საათი არსებობდა ქართული ენის და ლიტერატურის სასწავლებელი კვირეული 7 საათი ეს გახდა 5 საათი. ანუ მოაკლდა სხვა სისტემაა კრედიტების. შესაბამისად, სკოლა ახლა ისე აღარ არის. ხო გახსოვთ რომ ჩვენ 7-8 გაგვეთილი წკითრაში ჩვეულებრივი ამბავი ყრადები და იმას დაამატებდნენ და ხოცავდნენ უკაცრავად ამბავისთვის. ეს ძალიან მწოდნე თაობა გამოვიდა. ხო, მაგრამ ძალიან განათლებული. მაგრამ აი განათლების ისე წავიდა რომ უნდა მისცე ღრმაცოდნა და არა ზედაპირული. და არა ყოვლის მომცველი და ზედაპირული. ხო, დროა მოვიდა ისეთი რომ სპეციალიზაციები ხო ისე წამოვიდა წინაპლანს. ხო, და რაოდენობრივი თვისობრივი უნდა შეიცვალოსო. აი ეს ამოცანა გაჩნდა ახალი რეფორმაში. რაც ვერ გატარდა თორე რომ გატარებული იყო ეს იქნება ძალიან კარგი. კი, რაოდენობრივი თვისობრივი ნამდვილად. ჩვენი პერიოდის ხო გახსოვს და მაშინაც პრობლემა რა იყო აი ენის სფეროში. გრამატიკა, რა თქმა უნდა, უფრო მეტმა იცოდა გრამატიკა, ვიდრე დღეს იცის. გრამატიკა. და გრამატიკული ქართული, გრამატიკულად საუბრობდა მეტი. არა, ეს გარემოქმნის ამას. ეს გრამატიკის წიგნი არ ქმნის, გრამატიკულად საუბრობს. მოცემულობა სოფლიო ამოწევები ქმნის გარემო. ენობრივი გარემო, ლიტერატურული გარემო, კითხველის საზოგადოება იყო მაშინდან. ამ ეს ქმნიდა. და გრამატიკის სწავლება ახლა მე გვინდა რომ ზუსტად ისკითხოთ რაც რაშიც ჩვენ ერთი გზა გვაქვს. გრამატიკი, თეორიული გრამატიკა იცოდა მეტმა, ვიდრე დღეს იცის ნამდვილად. ჩემო მეგობრებმა წესები ყველამზე პირად იცოდა გრამატიკაში. მაგრამ ძალიან ხშირად იყო რომ ხიადოსნებიც კი ზოგჯერ სახელსა და ზნას ერთმანეთში უდოთ გარჩევის დროს. ანუ ეს თეორია პრაქტიკაში არ იყო გამოსადეგი. ეგეთები იყო, ახლა კონკრეტულად თეორია და პრაქტიკა ერთმანეთთან მაინდამაინც მაშინ პრობლემა იყო ეს. თეორიული ჩვენი სწავლების სისტემა იყო ასეთი, რომ უნივერსალური ყველაფრის ცოდნა და ზოგად საგანმანათლებლო ლიტერატურის, იმავე ლიტერატურის სფეროში. ჩვენ არჩევნური მასალები ვყავდა და მე უნივერსიტეტში ახლა ახალი თაობა მოვიდა შენ მაგრამ სკოლაში როგორ გასწავლდნენ შუშანიკის წამებას რომ სოციალური თემები აიქა და შუშანიკი იმას ჭირს რომ ქალი და კაცი თანასწორი არ არის. ახლა ეს იყო მომენტს როგორც აწყობდა ხო რა თქმა უნდა იდეოლოგია და ასე შემდეგ. იდეოლოგია. ანუ მე ის თქმა მინდა რომ უკეთესი იყო მაშინდელი სახელმწიფო და მაშინდელი ეს არ არის ეს არ არის. ეს არის მიჩი. ეს მცდარი აი ეს ძალიან სასიხარულოა სიტუაცია. უკეთესი სახელმწიფოები გაჩნდა და უკეთესი მიდგომები გაჩნდა იმის შემდეგ აი 90-იან წლების ბოლოდან. როდესაც დაიწყო ეს რეფორმა, მე დამახინჯდა ეს თორე აი კარტოზიანო ალექსანდრე კარტოზიანო რეფორმა დაიწყო მაშინ მინისტრი იყო 99 წელი 2000 წლიდან აი ეს. დაიწყო ესე გაჩნდა აი როდონაია სახელმწიფოებზე რომ არის ლაპარაკი. მოვიდნენ არაჩვეულებრივი ცოდნიანი ძველი ქართული ლიტერატურის საზოგადოების ლიტერატურის თეორიის ენათმეცნიერა და ესენი შეგვიდნენ ფსიქოლოგები ჯგუფებში მუშაობდნენ და სახელმწიფოები გაკეთდა ისეთი რომელიც იმ დროისთვის ხო მოვლენა ახალი მოვლენა ახალი დროისთვის მე ამას ამბობ რომ სკოლაში ვერ პოვა ის განვითარება როგორც უნდა ყოფილიყო რატო სისტემამ ვერ იმუშავა ჩვენს ჯერ სასკოლო ახლა იმიტომ ეს ახალი რეფორმა რას ნიშნავს სისტემამ ვერ იმუშავა ნიშნავს იმას რომ აი რა მოხდა იმ მოცემულობა რაც სკოლაშია აი რომ თქვი რომ ქართულის წელი შემცირდა ხო
რაოდენობრივად შემცირდა. როგორც საგნი. და არ იყვნენ მზად თვისობრივი ჩაღმავებისთვის, ალბათ იყო ხო ეს პრობლემა. საგნის. მოხდა მეორე, მოხდა ინტეგრირება. საგნის ხო გახსოვთ ეს და ინტეგრირება მოხდა. დაიწყო სწავლა ლიტერატურის და ენის ერთი სახელმძღვანელოდ. ეს მიზანი მართულად გაკეთდა, რა თქმა უნდა, ამან ძალიან შეუშალა ხელი აი ამ გრამატიკული ნაწილის, ესე იგი, კარგად ცოდნას. ცოდნას, აი მიყოლებას იმისას, რაც აუცილებელია. გარდა ამისა, ეს საგანია ქართული ენა და ლიტერატურა და გამჯერად კარგია, რომ ძალიან გამოიყო ქართული უკვე როგორც საგანი. ქართული ენა 2 საათიანი კვირა უნდა დათვრდო. მე ცოტა მეტი უკეთესი, მაგრამ როგორც მონაპოვარი. მაგრამ მხოლოდ საგანი კი არ არის ქართული. ქართულის მასწავლებელი იყო ჩვენთვის ბიოლოგიის მასწავლებელი, ისტორიის მასწავლებელი, მათემატიკის მასწავლებელი და ხშირად არანაკლები ქართულის მასწავლებელი, იმიტომ რომ ისე დარაჯად გვედგა, რომ ბარბარიზმი არ გამოგაყენებინა და ასე შემდეგ. და რაც თავარია, ისენა, რომლითაც ის მასწავლიდა იმ საგანს, იყო მისი სახელმძღვანელო, იყო არაჩვეულებრივი ქართული. ახლა რა ხდება? ის აღარ არის ქართული. ის საგნები და რაკნას ამ მარტო ქართულის საგნობრივი მასწავლებელი. ვერაფერსაც ვერ შვება. კიდევ ერთს გეტყვით. თავი პრობლემა არის ის, რომ ბავშვმა სწავლა უნდა დაიწყოს სწავლა, საზოგადო სწავლა, ცნობიერების გაფრთხილება უნდა დაიწყოს მშობლიური ენის საფუძველზე. სკოლის პირველი კლასი თუ მანამდე რაღაცა სკოლამდელი ის ეტაპი, ის 0 კლასსაც შეთავაზეთ. ეს არის სუფთა დაფა, როგორც მაშინ ამბობდნენ, რომელიც დროსაც პირველი 2 წლის განმავლობაში მშობლიურ ენაზე ბავშვი უნდა ჩამოყალიბდეს აი იმის მიმღებად, რასაც შენ აძლევ ცნობიერების განსაკუთრებლად. ეს არის მათემატიკა, ეს არის ქართული, ეს არის ისტორია, ეს არის ბიოლოგია, ბუნება, აი სიჩამოთი, გარემო. ამისთვის ეს ყველა დაუცილებელია, ესე იგი მშობლიურ ენაზე უნდა იყოს ბავშვი ცნობიერად ჩამოყალიბებული. ახლა რა გვაქვს? ბავშვი მოდის სკოლაში, რომელიც ცნობიერად უკვე არის ჩამოყალიბებული ინგლისურად. არაქართულად. კი, და პირველივე კლასიდან თან აწყებია ინგლისური უცხოენის სწავლა. აი სად არის? აი რა არის პრობლემა? სისტემაზე რომ ვლაპარაკობთ, სისტემა ვერ მუშაობს. არაფრით არ შეიძლება რომ სკოლის ეს პირველი 2 კლასი, როგორც თქვი, მესამე კლასიდან დაიწყებოდეს და ეს ევროპული სტანდარტია, უცხოენის სწავლება და გარდა ამისა, უნდა მიეხედოს იმას, რომ საბავშვო ბაღებიც კი მუშაობენ, რომ მოიზიდონ ესა კლიენტი, ესა ბავშვები, მშობლები. რეკლამა, როგორ ნახეთ ინტერნეტში, რა რეკლამის აკეთებენ. ასწავლიან უცხოენას და ეს არის მათი თავად პრივილეგია, მინიშნებენ ამას. უცხოენის სწავლება და ახსენებენ 4,000-5,000 და ისე პატარა გონებაში რა ხდება? და სად არის ქართული, სად არის უცხოენა, სად რა არის? და კი, ამან ეს არის ისეთი დაუშვებელი პირდაპირ აი ადამიანური დივერსია ადამიანის ცნობიერებაში, ადამიანის ცნობიერებაში, რომელზეც ბავშვი ვერ აღიქვამს და აი იმას უდრის, რომ გაზის კამერაში შეაგდო ბავშვი და გადაუსხვაფერო მისი გონება რა? ეს კვლევები არსებობს, ის გაუძლებს გატყდება, გადაიქრება და ამან გააკეთა ის, რომ ჩვენმა ბავშვებმა ახლა როგორი ბავშვები მოდიან, ეგ ჩანს, ფოტოშოპში მათი შესაძლებლობები, მაგრამ სასკოლოებას რაც შეეხება, ტექსტის გააზრება უჭირთ, კვლევებმა აჩვენა, და გადმოცემა შინაარსს. გადმოცემა უჭირთ, ანუ ეს ჩამოყალიბება არ მინის, კითხვა უჭირთ, წერა უჭირთ და სამწუხაროდ და იქამდე მივიდა საქმე, რომ აი ეს ქართული ფონეტიკა, რომელიც ჩვენასაც ხედავ, სიგნობრობით 2000 წლის განმავლობაში მხარად იყო, დღეს ეს ქართული ფონეტიკა აღარა.
სხვანაირად გამოთქვამენ, სხვა ინტონაციით. კი, აპარატი შეიცვალა. ამას აი საარტიკულაციო აპარატი არის, მშობლიურზე ყალიბდება და სხვა ენას რომ სწავლობთ, პირველ რიგში ინგლისური იქნება რუსული. მასწავლებელი გასწავლით იმას, რომ გამოთქმა, გამოთქმა ასე, არა ჯი ასე და გამოთქმა ასე და ასე შე. ხო, საარტიკულაციო ბაზისი. გამოთავტვი. ეს საარტიკულაციო ბაზისი ახლა ამათ უწევთ გადართონ ქართულს. და არ გადასტავენ, რატო გადასტავენ? აღარ სჭირდებათ ეს და რა შეიძლება ამ საქმეს? შეიძლება აი ამ გამოწვევებს, რომელსაც ვერსად ვერ წავუვალთ, ხო? ის ინტერნეტით საჭიროა, გაჯეტებით, ეს ყველაფერი, ეს არის დღეს მსოფლიო ასეთია. მაგრამ ამავდროულად ჩვენ გვაქვს ჩვენი ენა შესანარჩუნებელი, ჩვენი აზროვნება, ჩვენი ემოცია, რომელიც ყველაფერ ამას მოსდევს და რაც ბოლოს და ბოლოს ადამიანად ქმნით, ადამიანი ემოციაა, ხო? ემოცია, ენა, სიტყვა აი ის რაც ჩვენია, როგორ უნდა გადავარჩინოთ ეს და თან როგორ უნდა ვიყოთ თანამედროვეები? პირველ სკოლისა რომ გადარჩენ რაღაც დაავადებას, კორონავს და ჯერ უნდა იცოდეს რა მოვლენა. დიაგნოზი უნდა დასვა ზუსტი, ხო? უნდა დაინტერესდეს მშობელის და მასწავლებლის და ასე შემდეგ. მე ამ კითხვას აღწევდაპარაკე, აი უცხოენის შემოჭრა, ასე ვთქვათ, ნაადრევად. ამის ეს კითხვა დამისვამს პედაგოგებისთვის და უმეტესობას არ აქვს. მე რას ნიშნის, რომ ვთქვა? პასუხი არ აქვს პედაგოგს. მე რას ნიშნის, ქართული ენის მასწავლებელს ვთქვა. ხო და ამის გააზრება ამაში უნდა ვიყოთ ჩამოყალიბებული და როცა გაიაზრე, მე იცი გიშლის თუ არ დაცვის, ხო, მექანიზმები რა მექანიზმები გამოიყენება ხელშეწყობები. აი თქვენ ხმარობთ ხოლმე და მე მგონი თქვენ დაამკვიდრეთ ენობრივი იმუნიტეტი. აი რას გულისხმობთ და ეს ალბათ კავშირშია ყველაფერი იმასთან, რა თქმა უნდა, რაზეც ვისაუბრებთ და რაღაცა როგორც დამცავი დავარი, ხო, როგორც ორგანიზმისთვის იმუნიტეტი. ხო, რა არის ესე იგი იმუნიტეტი არის? სწორედ ეს გააზრება, ხო, რა? მიდგომა, თვითონ შენი დამოკიდებულება, როგორც მასწავლებლის. ხო. აი ენობრივ სხეულებრივად ჩვენ ყალიბდებით ბავშვი უპადება ბავშვი ის პირველივე წუთებიდან იწყებს ადაპტირებას გარემოსთან. ძალიან უჭირს მას შეგვება იმ ჰაერთან, იმ გარემო ტემპერატურასთან და ასე შემდეგ და ამას ელვისის სწრაფით ერგება. ასე არის მოწყობილი ცოცხალი ორგანიზმი. ამას ძალიან განაპირობებს ენა. მისი მუსიკალობა, მისი გამოთქმა, ყველაფერი იავნანამ რაქნა, საერთოდ ყველაფერი დავიწყებული ადამიანზე, და მუსიკაზე. ის არის რასაც მიყავხარ ამ ქვეყანაზე. შენ ქართველი, შენ პიროვნება, შენ ავთანდილი, მარინა, ვინც არის, მიყავხარ შენს ენას, შენს ემოციას, შენ შთაბეჭდილებებს და მერეა ყველაფერი. და თუ აქ დაიბენი, რთულად ამერს. ეს ენობრივი იმუნიტეტი არის შენი თავდაცვის უნარიანობა უცხო კულტურის, უცხო ენოვანი კულტურის საპირისპირო. აი როგორც მე გარემოს მოწამლული თქვათ რაღაც გამონაბოლქვისგან მიცავს მე ჩემი ფიზიკური იმუნიტეტი სისხლის შესაძლებლობები და გენეტიკურიც და მიცავს ენა ჩემს ცნობიერებას თვითყოფადობას. თვითყოფადობას. აი ეს ენობრივი იმუნიტეტი არის ის, რაც ჩემს ცნობიერებას იცავს სხვა სხვადასხვა ზემოქმედებებისგან. და ეს ამას მე უბრალოდ ეს გამოვიყენე მაშინ, როცა ძალიან სწორი და კარგი გამოთქმა. ლაპარაკობდი რატომ როგორ გადავრჩით ჩვენ რუსული მithumetes რომ ეს პოლიტიკა იყო გარუსების, ხო? რუსული ენის ექსპანსიის პირობებში ქართული როგორ გამოვიდა ასე დაუზიანდა. ხელშეუხებელი და სპექტაკლი. აი მაშინ იმუნიტეტი ჰქონდა. აი ენობრივი იმუნიტეტი იყო უმაღლეს დონეზე, ჩვენი ენობრივი იმუნიტეტი. ნებისმიერი ლექტორი, მეცნიერი, მასწავლებელი, ისე მოსწავლე, ბავშვი, ყველა იყო აღჭურვილი ამ ენობრივი იმუნიტეტით. იცოდა რომ რუსული ენის ასე ვთქვათ აგრესია იყო დამაზიანებელი და მესი და თავდარი ეროვნების. მე ძალიან მარტო რაღაცას მოგახსენებთ, ახლა ჩვენ უნდა ალბათ სხვაგან ყველგან ეს თამაში იყო საბა ბავშვი, ვისაც რუსული სიტყვა წამოსწდებოდა,
5 კაპიკები იყო მაშინ 5 კაპიკი უნდა ჩაიგდო კლასის ყოლადაში ჯარიმდებოდა და გაფაციცებული იყო რომ ეს ჯარიმა პატარა არ იყო მაშინ 5 კაპიკი მაშინ ერთ ფუნთუშას იდულა და მას არ უნდა დაჯარიმებოდა ხო და ისედაც პრესტიჟის საკითხი იყო და ანუ ეს სხვადასხვა ფორმებით და სკოლები სამეცნიერო და სასწავლებლები იყვნენ საგანგებოდ და გამოვიდით დაუზიანებლად ანუ მაშინ ქართული ენობრივი იმუნიტეტი ჩვენი ენობრივი მაღალი იყო ძალიან მაღალი ახლა ეს ახლა არ არის ახლა იმუნოდეფიციტის ბაზაშია კი ძალიან იმუნოდეფიციტის და რამდენად რთულია ენათმეცნიერების როლი თქვენი საქმე და რამდენად მნიშვნელოვანია თქვენი საქმიანობა სწორედ აი ამ თვითმყოფადობის, ეროვნულობის, წარსულის, ისტორიის ყველაფრის შენარჩუნებაში გადამწყვეტია. ამის ეს ფართო მეტაფორაა და ეს ხო რაღაც თუ შედარებით მეტაფორაა. ხო და ამ ფონზე ესე იგი ენის სპეციალისტი და მეცნიერი და პედაგოგი და შემდეგ ექიმის დონეზეა. ეს კურნალი სულის დიაგნოზები ეს არის დამცველი იმისაც რომ ბავშვის იმუნიტეტი არ დაზიანდეს. ახლა ჩვენ თუ რეალობას შევხედავთ, შობელიც კი მოდომებულია იმისთვის, რომ მისი შვილი იყოს იმუნიტეტ დაქვეითებული. რა თქმა უნდა და უცხო ენაზე უგესაც საუბრობდეს და უფრო გამოიყენებს ესეთია მისი დამოკიდებულება. ეს არ არის მოყრული დამოკიდებულება უცხო ენას ყოველთვის ისწავლის მესამე კლასიდანაც ისწავლის მოხდეთ 3 წელი სჭირდება მაქსიმუმ 3 წელი სჭირდება ადამიანს ზოგს მეტად აქვს ეს უნარები გარემოს რომ ისე დონეზე რა კომუნიკაცია უცხო ენა ისწავლის ამას რა თქმა უნდა საგანგებო ის უნდა და რაზეც ლაპარაკობ ეს უცხოენის სწავლის საწინააღმდეგოდ კი არ არის. არა, პირიქით, სწორად სწავლებელია ლაპარაკობ. პირიქით, როდესაც ამას გააკეთებ შენ იმ ეტაპზე, როდესაც ის იქნება მყარად ჩამოყალიბებული მშობლიური ენით, მშობლიური ენის გამდიდრებული ამითი სვის ენას უკეთესად შეისწავლებს და უკეთესად დააფასებს კიდევაც. აუცილებლად. ასე რომ ძალიან მნიშვნელოვანია ენათმეცნიერების როლი ქვეყნის პოლიტიკა მიმართულებით და თითოეული მასწავლებლის, რომელსაც უნდა კონდეს გააზრებული, აი რას მიშლის მერე უცხო ენა, რაც თქვენ ბრძანეთ. უცხო ენა კი არ უშლის, მაგრამ მან იმდენად ქართული უნდა ასწავლოს და იმდენი ქართული უნდა ასწავლოს, რომ მოქალაქე უნდა გაზარდოს, ქართველი გაზარდოს, რომელსაც შემდეგ რამდენიც ენაც ეცოდინება, ჩვენი სიმდიდრეა, მისი სიმდიდრეა და ჩვენი სურვილის და ქვეყნის სურვილით სწორედ განვითარებული და კარგი მომავალია. მაგრამ შენარჩუნებით იმისა, რაზეც ვდგევარ და რა ფესვებიც გვაქვს. ხო, აი თავი პრობლემა დღეს. ხო, რა არის თავი პრობლემა, სწორედ ეს მინდოდა მეკითხა და ესე იგი ჩვენი თვითმყოფადობა 21 საუკუნის გამოწვევების ფონზე. ეს თვითმყოფადობა ეს არის ფაქტობრივ დამყარებული შენს ენობრივ თავისთავადობას. კი. სხვა უფრო დიდი დამცავი სხვა ყველაფერი გახდა გლობალური. გლობალურია, აი კულტურაზე ვლაპარაკობთ. კულტურა რა თქმა უნდა გადასარჩენია, მაგრამ მოდის მასობრივი კულტურა, მას კულტურა. უსაზღვროა. კულტურის დაცვა გაფართოვდა საჭიროები და ხო, შენი გაუგებარია სათდავდება. საინფორმაციო სივრცე გლობალურია. ახლა რა ხდება, რომ ხედავთ, რომ ჩვენ საინფორმაციო არჩეულებრივი პრესა ქონდა, არის რაღაც სჭირდება ეს პრესა. როგორ დასანანია რა და მართლა არჩეულებრივი პრესა ქონდა და რამხელა განათლებას აძლევდა მკითხველს. რა თქმა უნდა. პრაქტიკულად გაქრნენ ეს ჟურნალისტები, ვინც მუშაობდა ბეჭდურ მედიაში. რაც დრო გადის, აი ეს ელექტრონული მედია, ტელევიზია და film რადიო ასევე თანდათანობით კარგავენ მოხმარებელს. წავიდა და კომპიუტერში იმას შესახდა, კომპიუტერი კიდე სანატრელი გაგხდა
მობილურში შესახდა ჩვენი ახალი თაობა. ჩვენი ახალი თაობა. გადავიდა მთლიანად იქ, იმიტომ რომ ყველაფერი იგივე ისიც და უფრო იოლად და მიწოდებული მარკებენაზე არ ჭირდება ბიბლიოთეკებში ჯდომა დააბრუნებს, გამოიძახებს, დააპაუზებს და ასე როგორც გაიმეორებს რასაც კიდე და ასე შემდეგ. ამისგან რა დაცვა არსებობს ბატონო ავთანდი? ამისგან როგორ შეიძლება თავდაცვა შეინარჩუნოს ადამიანმა თვითყოფადობა? თუმცა ყველაფერი ამის გათვალისწინებით იცოდეს რა თქმა უნდა. ხო, დაცვა არის. ამ დაცვა სხვა არ არსებობს, გარდა იმისა, რომ შენ ის იგივე ტექნოლოგია უნდა ითვისო, რომელიც შენ იქმნის პრობლემას. იგივე ტექნოლოგია უნდა ითვისო. შენ რაც იქმნის პრობლემას, ის უნდა ითვისო. და იმ ენაზე ელაპარაკო, არა? რა თქმა უნდა, ეხლა ჩვენ მაქსიმალურად უნდა განვავითაროთ ქართულად ინტერნეტი, კომპიუტერით, პროგრამებით, ციფრული ტექნოლოგიით. ქართულად უნდა იყოს. ეს არის ერთადერთი პასუხი ამ გამოწვევაზე, რადგან თუ ლაპარაკობ ჩვენ. სათანადო პასუხი არის ეს. პასუხის პასუხი. ეგ არის. შენ უნდა დაახვედრო, ეხლა არის იყო ერთი ძველი ასეთი ანდაზა, რომ ძაღლის ნაკვეთსო, ძაღლის ბეწვი არჩევსო. არ ვიცი, რეალურად მართლა ასე იყო, ამბობენ რომ უკვე და იმაში ძაღლის ბეწვი და იმით შეშებდნენ. მე არ ვიცი ეს რამდენად რეალურია და მორიელი რო უკვე და იმას დაიჭრებდნენ და ისი წოვსო და წამალი იქ არის, სადაც მოხდა დაზიანება. ეს საერთოდ ხო, შენ თუ სწორა გაიცნობიერებ სწორად. მოიხედებ მე ამას, ხო? იმაშია წამალი, რაც შენ შეიძლება გიქნიდეს პროცესამლავია, ასე თქვა. ეხლა ამ შემთხვევაში გველიშხამი. აი ყველაზე ისეთი, ხო, აფთიაქებს სახადია გველიშხამი, ანუ წამალი. წამლავს და ამავდროულად არის წამალი, იყო დოზირებულად და სწორად გამოყენებული. ხო და ახლა ჩვენ ამ გლობალიზაციას და ციფრული ტექნოლოგიით, ციფრული საუკუნის ციფრული ტექნოლოგიების განვითარებას ძალიან მოვიდობთ, ვერსად წავამართ. ძალიანად აი რომ მართლა რომ მოვიდობთ და კარე იმარ მირაზე მეტად ჩაკეტილი ვის აქვს საზღვრები, მაგრამ ამ ციფრული ტექნოლოგიები გადაირიდნენ ვერა ის ვერაფერ ხებს და იქ არის განვითარებული ინტერნეტი და ასე. ახლა ჩვენი როგორ შეიძლება? დიახ, როგორ შეიძლება? ახლა დიახ. შესაბამისად ზეგი შენ ამას უნდა მოუარო ისე როგორც მოგივლია საუკუნეების განმავლობაში იქნებოდა პრობლემა ქართველი ყოველთვის პასუხობდა შესაბამისად არაბობა იყო იმას უპასუხებდა ისე რომ აითვისებდა რაც სასარგებლო იყო და შეეწინააღმდეგებოდა არმია გონიერებით, ჭკუით, ტაქტით, ხო? განათლებით იმავებდა და ამითაც გაცნობიერებდა. დღეს ეს პარადოქსია, მაგრამ მცირერიცხოვანი ერების გადარჩენის საფუძველი არის კომპიუტერი, ინტერნეტი, აი ეს ციფრული ტექნოლოგია. ეს თითქოს ჩვენ წამოგვეწია იმისთვის, რომ თუ ჩვენ კიდევ არ დავიზარდეთ, გადავრჩით. მაშია ეს საფუძველი გადარჩენის და რატო ვიცი? ახლა აი 10 წელიწად შეიქმნება ის იქნება უკვე აი ყოველგვარი შეფერხების გარეშე. ახლა უკვე მუშაობს მათ შორის კონფერენციებზე შეხვედრებზე ავტომატური თარგმნის პროგრამები, რაც უკვე ახსენე. შესაბამისად, აუცილებლობა აღარ არის ის, რომ შეიძლება ქართულად ილაპარაკო და დაცული, ანუ ტექნოლოგია მსმენელი თავის ენაზე გაიგებს. ის გაიგებს და დააკვირდით დისკრიმინაცია ენების, მცირერიცხოვანი ენების ეს იყო საყოველთაო მოვლენა. ძალიან მოგვიყვება, იმიტომ რომ გაეროს ენები და ასე შემდეგ, აი რაღაც ძირითადი ენები იყო. პრივილეგირებული ენები. ეხლა აღარ არის, აი ევრო სტრუქტურებში და ასე შემდეგ. თქვენ გაძლევთ საშუალებას ნებისმიერ ენაზე გამოდით. ანუ ფაქტიურად გიცავს ეს ტექნოლოგია და უბრალოდ გეუბნებიან რომ წინასწარ გითხარით რომ მოგვეცით ის რომ ის იყოს იქ თარგმნილი ინგლისურად რომ ტექნიკურად უზრუნველყოფილი. კი, და ამას იყენებენ კიდევ, თქვენ თუ გინახავთ ახლა ინგლისური კი არის ეს და ჩვენი თუნდაც სტრუქტურების წარმომადგენლები გერმანიაში კი დელეგაციის გერმანიაში ჩადიან. გერმანიელები
შეგნებულა რაკეტები იმას, აი თუ არ დაგურები ხართ, ახლა დააკვირდით. დიახ. ეროვნები გერმანულად ლაპარაკობენ და ჩვენებსაც აიძულებენ, რომ გერმანულად არ ილაპარაკებენ, მაგრამ ქართული შეხვედრები, ოფიციალური შეხვედრები ასეთ ფორმატში გაიმართა. ეს სწორია. აი ეს გიცავს შენ. ანუ ამ ტექნოლოგიებმა მოგცა შესაძლებლობა, რომ შენ კი არ გაყვეს სხვას, აი უფრო განვითარებულს ზემოს დაემორჩილო მის დიქტატს და დისკრიმინირებული კი არ გახდე შენივე თუღე თანხმული. არამედ პირიქით შენ შეინარჩუნე შეიენა ისაუბრა და მას გაიგო ეს ტექნოლოგიები აუცილებლად უნდა განავითარო, იმიტომ რომ ამის გარეშე ვერ ხარჯები გლობალურ სივრცეში. უნებრივია ტექნოლოგიების განვითარება ისევე აუცილებელია მაგ სფეროში და ენათმეცნიერებაში, როგორც ზოგადად ყველა სხვა სფეროში. რა ვიცი, ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო საუბარი გამოგვივიდა, უпростоრად ძალიან საინტერესო მოსაუბრე ხართ, აფრთხოვანებული ვარ თქვენით. ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ რომ მოხვედით და დარწმუნებული ვარ, ასე ფიქრობს შენი მაყურებელიც, რომელიც ყოველ შაბათს 6 საათზე უყურებს დროს. ნახვამდის შეხვედრამდე.